არ არსებობს ქართული ჟურნალისტიკა, დავიმახსოვროთ, არსებობს ჟურნალისტიკა საქართველოში. ჟურნალისტიკა საქართველოში საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით ტელემედია, თუმცა ფინანსურად მას რასაკვირველია უჭირს მე ტელემედიას გულისხმობ და არა პროპაგანდისტურ არხებს. აგრეთვე უფრო ძლიერი, მე ესე ვიტყვი, უფრო კვალიფიციური, ასეც ვიტყვი, არანაკლებ კვალიფიციური არის მედიის ონლაინ საშუალებები, არა ონლაინ მედიის, არამედ მედიის ონლაინ საშუალებები და ამ მედიის ონლაინ საშუალებებში კი რამდენიმე ძლიერი ვებგვერდია, რამდენიმე ძლიერი მედია საშუალება, მათ შორის არის რადიო თავისუფლება ცხადზე ცხადია. ამ რადიო თავისუფლებაში წლებია უკვე მუშაობენ ერთმანეთზე ძლიერი, ერთმანეთზე კარგი, ერთმანეთზე კვალიფიციური ჟურნალისტები, რომელიმეს გამორჩევა არ შეიძლება ერთი მეორეზე უკეთესია, მეთქი ვერ ვიტყვი, ყველა ერთმანეთზე უკეთესია. ქართულ ჟურნალისტიკაში არა, ჟურნალისტიკაში საქართველოში არის ბევრი ვარსკვლავი ბჭყალებში და ბევრი ვარსკვლავი ბჭყალების გარეშე. აი ბჭყალების გარეშე ერთ-ერთ ვარსკვლავზე სწორედაც რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტზე უკვე წლებია ნინო გელაშვილზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, ის არის ასე უნდა ვთქვა კაშკაშა ვარსკვლავი ჟურნალისტიკისა საქართველოში და ასე უნდა მიუმართო მას, კი მიწყენს, გამიბრაზდება, ახლაც მობწერა ცოტა ხნის წინ, კარგი რა გეყოსო თუ რაღაც გავსი, რომ მას სტატუსიც მიუძღვენი და მე მიყვარს საერთოდ ადამიანების შექება, მას სტატუსიც მიუძღვენი, Facebook სტატუსი, იმის გამო, რაზეც ახლაც გავაბახვირებ ყურადღებას და მინდა მიუმართო მას, ხო, ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მოგმართოთ თქვენ, რომ სულ მიაქციოთ მის მასალებს ყურადღება რადიო თავისუფლების ვებგვერდზე, მის და არა მხოლოდ მის რადიო თავისუფლებას როგორც მედიის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ჩვენ სინამდვილეში და ნინო გელაშვილის სტატიებს და მასალებს საერთოდ მიაქციოთ ყურადღება და მას კი მინდა მიუმართო ნინო იკაშკაშე მეთქი. აი თუ ვინმე არის კვალიფიციური, ბევრი კვალიფიციური ჟურნალისტი ყავს ჩვენ ბჭყალების გარეშე, პოპულარობის თვალსაჩინოთაც ნინოს არ აკლია პოპულარობა, მაგრამ მესმის რომ ის არ არის კლასიკურ ტელემედიაში და აქედან გამომდინარე ცოტა შეიძლება მისი პოპულარობის ხარისხი მომიტევებს თვითონ ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ნინოს კვალიფიკაცია არის უმაღლესი. მადასტურებელი ნახეთ რა არის. აი მაკა ბოჭორიშვილი, ხო ბევრი რამეა, ბევრი მასალაა, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილი მინისტრად წოდებული, საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული, მე თავისუფალი ბლოგერი, თავისუფლებას ვაძლევ რომ მას უწოდო ბანდიტი, იმიტომ რომ ის ჩემთვის ბანდიტია და როცა ამას ვამბობ უმაღლეს ჟურნალისტურ სტანდარტს სულაც არ მივსდევ და არ ვიცავ, დიახ უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით ასე მოქალაქის შელახვა რასაკვირველი არ შეიძლება, მაგრამ ამ წამს როგორც ბლოგერს მე ბლოგერს, იუთუბერს არც მაქვს პრეტენზია და ამბიცია რომ შევინარჩუნო ახლა რაღაცა დავიცვა რაღაც ჟურნალისტური სტანდარტი. ამიტომ ჩემთვის ის ბანდიტია. ნინო მას ბანდიტს, როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვერ უწოდებს. აკი ამიტომაც ჯობია ნინო ირაკლის მეთქი ასეც ვიტყვი. მაგრამ რა, ყველას თავისი ჩვენი გზა გვაქვს და ყველას ჩვენი ლექსიკა გვაქვს და ჩვენი წინააღმდეგობის, ჩვენებურად წინააღმდეგობის მეთოდი გვაქვს არჩეული. ხო და აი წინააღმდეგობის მეთოდიც ქვია იმას, რა მეთოდიც გამოიყენა ნინომ სწორედ მაკა ბოჭორიშვილთან და არა მხოლოდ მასთან ურთიერთობისას და დასვა აი ეს კითხვა. ოღონდ მაკა ბოჭორიშვილის სახესაც მიაქციეთ ყურადღება, ვითარცა სფინქსი მეთქი დგას და მან იცის რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს, რადგანაც ის ანგარიშვალდებულებით დამოკიდებულებაშია ზემდგომებთან, უფრო დიდ ბანდიტებთან და კიდე უფრო დიდ ბანდიტთან, აი ამ კოზანოსტრას, ამ მაფიის მამაგლავართან, უკაცრავად რუსულიზა, აბასთუმნის უღრანებში უკვე გადაბარგებულთან, ანუ ზღვისპირეთიდან მთაში დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილთან, რომ არა ბიძინა ივანიშვილი მაკაია ბოჭორიშვილს, აბა ვინ აღივსებდა საგარეო მინისტრობას, ის ცხადია დროებით არის ამ თანამდებობაზე და როგორც ჩარშანდელი თოვლი
ვით გახკრდნენ სხვა წარილტნენ გახკრდნენ სხვა მინისტრები არჩიაშვილი სად არის იცით მაგალითად ასე მაგალითად ხო ზალკალიანი რომელიც ორივეს ჯობია როგორც დიპლომატი ბოჭორიშვილსაც და არჩიაშვილსაც იცით სად არის ხო არც იცით არც ვიცი ხო თუმცა გამსმენია გამიგია რომ დათო ზალკალიანი ახლა ახმამაღლებულია ქართული ოცნების მიმართ თუ წინააღმდეგ პრივატულ სივრცეებში და ამბობს რომ ეს რაც შვებიანო აი ამას აქ დავამთავროთ ზალკალიანზე საუბარი ახლა და მართლა მიუბრუნდეთ ნინო გელაშვილის მიერ დასმულ კითხვას ფორმულირებას ადრესატი არის ერთის მხრივ მაკაია ბოჭორიშვილი ბანდიტი და მეორე მხრივ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი და მოусმინოთ ნინოს თავდაპირველად ეხლა კაბატონ მაკასთან აპირებ თუ არა რომ ხვალ ოკუპაციის ხაზთან გახვეთ ოდნავ ადრე წამით ადრე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა იერი ჰქონდა გამომეტყველება ჰქონდა სახე და მე მგონი ეს სახე ამგვარივე სახეს ჩვენ ვნახავთ რამდენიმე წამში რომელიც ყველაფერზე პასუხის მომცემია ხო ყველაფერს ადასტურებს ეს სახე თუმცა ნახეთ როგორი კითხვა აპირებთ თუ არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მიდის და just question აპირებთ თუ არა მხოლოდ კითხვა აპირებთ თუ არა გაჰყვეთ მას საგარეო საქმეთა მინისტრი მე გეტყვით რომ მე არ ვიცი რა მოხდება უკვე დღეს გულახდილად გეტყვით წავა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ბანდიტი თუმცა ეჭვი მაქვს რომ არ გაჰყვება მხოლოდ ეჭვის დონეზე შესაძლოა ვწდები ამას დღის საინფორმაციო გამოშვებებში ნახავთ finance stomars da and one question to the minister Valtonen could you please name a sign or more მე ვთარგმნი აქ პრინციპში აახლავს თარგმანი და აღარ გავიწვალებ თავს another one taking into consideration ესე იგი საქართველოში არსებული ვითარებისა და ქართული ოცნების მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მათი რიტორიკის გათვალისწინებით აპირებთ თუ არა რომ საქართველოს ჯერაც ევროკავშირთან ამბობთ თუ არა რომ საქართველოს მიემართება ჯერაც ევროკავშირისაკენ და არის თუ არა რამე მანიშნებელი ერთი მანიშნებელი მაინც და მე უკვე აი ამ სახის ნახეთ როგორი შეწუხებული ერთის მხრივ სახი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს იმ ფინეთისა რომელიც ახლა უკვე ნატოს წევრია და იმ ფინეთისა რომლის პრეზიდენტიც მეგობრობს პრეზიდენტ ტრამპთან და ამ ქალს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ელინა ვალტონენს აქვს ჯერ ერთი ეს იერი აქედან დავიწყოთ და მეორე უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ფინეთის დღევანდელ მდგომარეობამდე მოყვანაში, იმიტომ რომ ფინეთი არის ევროპული, არა მხოლოდ ევროპული, არამედ ევროპული თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი ქვეყანა. ნინოზე დავასრულოთ. იკაშკაშე მეთქი კიდევ ერთხელ ვიტყვი და გადავიდეთ უკვე მეორე ნაწილზე ჩემი ვიდეობლოგისა. კალბატონი ვალტონენი წავა თუ არა დღეს და წავა ის საოკუპაციო ხაზთან და გაჰყვება თუ არა მას საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ბოჭორიშვილი არ ვიცი, სამაგიეროდ ის კი ვიცი, რომ ტვიმ-მა ამ შეხვედრამდე ანუ ministrად წოდებული ბოჭორიშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა გამოაქვეყნა ასეთი წერილი მაკა ბოჭორიშვილს დაეყრდო ტელეკომპანია იმედმა ეუთოს თავმჯდომარემ თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური. ამას ამბობს ბოჭორიშვილი და აქვეყნებს ზარზე იმითა და სიხარულით ტვ-იმედი პროპაგანდისტური არხი. გამოხდა ხანი ზუსტად თუ ვილაპარაკებთ 13 საათი და 53 წუთი და ესე იგი ერთ გამოაქვეყნა დილითეს და უკვე შემდგომ ტვ-იმედი აქვეყნებს შემდეგი შინაარსის ტექსტს. გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია იმედის პროპაგანდისტური არხის აზრით და ეს ხადია მათი აზრი არ არის ხო ეს არის მთავრობის და ბანდიტების აზრით ცრუ განცხადებები გაუკეთებია პრემიერ-მინისტრმა ანუ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და მართლაც ასეა ირაკლი კობახიძე ბანდიტმა გააუქმა შეხვედრა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს თავმჯდომარესთან, რომ ვიცოდეთ მაინც და თავმჯდომარეს, ეგ ეუთოს თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აქციაზე რომ იმყოფებოდა, იმის გამო ეს რუსთავი 2-ის ლინკია და იქ თქვა, რომ აქო ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იკრიბებაო, მეც გულახდილად გეტყვით, როდესაც მობრძანდა ქალბატონი ვალტონენი, მეც იმისგან დაახლოებით 150-200 მეტრში ვიყავი, იქ იყო ოვაცია და იქ იყო აბსოლუტურად ადეკვატური გაგება თუ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან და თუ დემონსტრანტთა მომიტინგეთა მხრიდან ერთმანეთისა, ისინი ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მე კი არ ყოფილვარ, მაგრამ უშუალო შეხვედრაზე, მაგრამ სხვები იყვნენ და კარგად არის აღქმული ერთი და ძირითადი საკითხი, მე ასე ვფიქრობ, ეს ერთი და ძირითადი საკითხი არის შემდეგი და ნელ-ნელა ყველა უსვამს ამას ხაზს, რომ ჩვენ ვართ ომში, პირდაპირ იმ მნიშვნელობით ომშიო, მაგრამ არა ომშიო ვინმე იტყვის, არა ვართო, მაგრამ არა ომის ძველი გაგებით, არამედ ომის თანამედროვე გაგებით და ომის თანამედროვე გაგება არის ომის ჰიბრიდული ელემენტების გამოყენება ამა თუ იმ საზოგადოების, ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ ხალხის მიმართ. ჩვენ ვართ ომში რუსეთის ფედერაციასთან და მე რა მეთქი ასე ვიტყვი, რომ ამის შედეგად არა ბევრი რამ რასაკვირველია, რომ ამის შედეგად არ იღუპებიან ადამიანები ჩვენთან, თუმცა აქა-იქ იღუპებიან კიდეც თუ თლად გულახდილები ვიქნებით, იშვიათად შესაძლოა უხეშად წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ. ეს არ არის ისეთი სისხლის ღვრელი ომი, როგორიცაც გადის ახლა, როგორშიც იმყოფება ახლა უკრაინა, ან როგორშიც ვიყავით ჩვენ წლების განმავლობაში და წლების წინ, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით ომის საქართველოს წინააღმდეგ იმპერია რუსეთისა და ევროპელი პარტნიორები უკლებლივ ყველანი, მეთქი ასე ვიტყვი, შესანიშნავად კი სიგრძე განებენ ამას, შესანიშნავად ხვდებიან, რომ ჩვენი ხალხის აი თუნდაც 200, 300, 500, ან სხვა შემთხვევაში 5000, 7000, კიდე სხვა შემთხვევაში 70, 80000 მოქალაქის წინააღმდეგობა, შიშველი ხელების წინააღმდეგობა არის არა მხოლოდ ქართველად წოდებულ ბიძინა ივანიშვილთან და მის რეჟიმთან, არამედ ივანიშვილთან და მის რეჟიმთან, როგორც რუსეთის ეძინაია რასიას ფილიალთან, წარმომადგენლობასთან ჩვენს ქვეყანაში და ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამ უმნიშვნელოვანეს ომში ყველა ტრიბუნა, ასე უნდა ვთქვა, უკლებლივ ყველა ტრიბუნა, უკლებლივ ყველას მიერ უნდა იყოს გამოყენებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩეხეთში რომ იმყოფება და ბევრისთვის მოსაწონ, მაგრამ ზოგთათვის დასაწուն, ანუ არა ისეთ თამამ, მაგრამ მაინც დაუფასოთ ერთი წამით ხო, რომ ახმიანებს ჩეხეთში და გვერდით უზის ჩეხეთის ლიდერი გენერალი პაველი სხვები და სხვები, ესეც ერთ-ერთი ტრიბუნის გამოყენებაა და ცხადია პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც და სხვებსაც ბევრი მადლობა უნდა უთხრათ და საერთოდ უნდა მოუწოდოთ პოლიტიკოსებს, რომ ერთის მხრივ იარონ მიტინგებზე და გადაკეტონ მათაც რუსთაველის გამზირი და უნდა გადაკეტონ, მაგრამ მეორე მხრივ საიდანაც უნდათ იქიდან უშოვიათ ფინანსები მაინც და მაინც იარონ კონფერენციებზე. აი რიგაში გაიმართა რიგა კონფერენს შესაბამისად 2025 და იქ იყვნენ სპიკერები თენგო ხალაძე, შოთიკო ღვინერია, თუ არ ვცდები თორნიკეს იყო გორდაზე შესაძლოა მეშლება, თინა ხიდაშელი და მოდერატორი იყო ჩემი კოლეგა ნინო ჟიჟილაშვილი. მე რამდენიმეჯერ ვარ დამყოფი ადრეულ წლებში რიგა კონფერენციაში, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი და კოკი იყო იონა ჰამიშვილი, მისი მეუღლე ელინა ლანგე, იონა ჰამიშვილი, სხვები და ამ მე არ მინდა ვთქვა, რომ სათავეებთან როცა იწყებოდა ეს კონფერენცია, არა ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე 4-ჯერ თუ 5-ჯერ დამყოფი ვარ სხვა ქართველებთან ერთად, ძალიან საინტერესო ამ კონფერენციაზე ბატონ ალიკა რონდელთან ერთადაც ვარ დამყოფი ერთხელ ან გამაცნო თურქეთის მაშინ, ეს არის 2010-იანი წლების დასაწყისი, რამდენადაც მახსოვს, ან 2000-იანი წლების ბოლო 9-10 ან 11 წელი გამაცნო თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა ბევრი ადამიანი იკრიბება და ჩვენი ხმა იმის თაობაზე, ჩვენი, ანუ საზოგადოების ხმა, ვინც არ მოგწონს, ვისაც არ ვეთანხმებით გარკვეულ შემთხვევებში, უნდა ისმოდეს, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ ხოლმე, რომ აქ რუსეთის
რეჟიმს ამყარებს ვითომ ქართული ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო მოექცეს ამ სუნიანი რუსული იღლიის ქვეშ. და მადლობა უნდა გადაუხადოთ ცხადია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ყველას ვინც ჯერაც ჩამოდის, იმიტომ რომ უმრავლესობა იცით თქვენ ევროპარლამენტარებისა ჩამოდის შესაძლოა, მაგრამ არ ხვდება ამ ბანდიტებს და არც შეხვდება, როდესაც აი ესეთ პასუხს ახვედრებს ბანდიტი ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი კი იშმუშნება უცნაურესად, იმიტომ რომ მასაც არ აქვს პასუხები ობიექტურ კითხვაზე, რომელთა ერთ-ერთი გამხმიანებელი, ერთ-ერთი კითხვის დამსმელი, აი რომ უნდა იკაშკაშოს ის ნინო გელაშვილია, აქრევე რატო უნდა ვახსენოთ თამარ ტალიაშვილი, მაგრამ თუ მიგიქცევიათ ყურადღება თამარ ტალიაშვილი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი სამარცხვინოების განსახიერება შეხვდება ხოლმე, ხო უღარ ჩამახედებთ მის სოციალურ გვერდს და შეხვდება ხოლმე ესპანეთის ელჩი შეერთებულ შტატებში. Just question, მხოლოდ კითხვა რაზე ელაპარაკა თამარ ტალიაშვილი ესპანეთის ელჩს გემუდარებით მითხარით სიამაყით რომ გამოგვფინეს ფოტოები, რაზე ელაპარაკა თამარ ტალიაშვილი ესპანეთის სამეფოს ელჩს შეერთებულ შტატებში. გაიცნო ილაპარაკეს რაღაც ესპანეთზე, ბასკურ კულტურაზე ასე მაგალითად, რა ვიცი, რაზე ილაპარაკეს, ხო? და რა მე აი რა შედეგი აქვს ამას საქართველოსთვის. ცხადია, არაფერი, ოღონდ ამათ ხო ესენი ხონა დაიხატონ და თქვან რომ იცით რა არის ჩვენ ხვდებით ესპანეთის ელჩს და ვერ მიდიან ვერც ერთ კვლევის ცენტრში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრსახში, ვერც ერთ უწყებაში და ასე შემდეგ. ხო აი ესპანეთის ელჩს თუ შეხვდო თამარ ტალიაშვილი, ირონიაა, ცხადია, გადავრჩენილ ვართ და აქვე რაღაცა ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ მეთქი. ეს ხომ თქვი და აუცილებლად უნდა ვახსენო ხატია ჯინჯიხაძე, სოროსის ფონდის ერთ-ერთი ფონდი საქართველოს საზოგადოება საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა და თუ ნახავ ეხა სად თუ არა ეს სხვა ლინკია, მაგრამ არა აქ გელასა აქ მოდის ვიხდი მთიულიშვილს გაზიარებული და უფრო იოლად ვნახავ, დიახ აქ არის გელა, მეც დავსკრინე, მე ხატიას მივწერე და ასე შემდეგ, ხო? ეს არის, ესე იგი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი ხატია ჯინჯიხაძე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სახელწოდებით თავისუფლება გისოსებს მიღმა, მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, ასევე ბრწყინვალე ჟურნალისტს ნინო გელაშვილის არ იყოს და საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას. სიტყვა ვრცელია, მე ნაწყვეტიც გამოქვეყნებული გელას და მე ამ ნაწყვეტსაც კი არ ჩაგიკითხავთ, თუმცა აი რამდენიმე ფრაგმენტს კი ჩავიკითხავ ხატიას გამოსვლიდან. ეს გზა ადვილი არ არის, ხატია, ნინო, მზია, სხვები, გელა, ხსენებული სხვები და სხვები, ვინც აუცილებლად უნდა შეაქო ხოლმე, ხო? და უნდა აქო რასაკვირველია, ესენი არიან ჩემი მოსაზრებით ფუნდამენტის ჩამყრელები, მომავალი საქართველოსი მესამე რესპუბლიკას დავარქმევთ, თუ არ დავარქმევთ, მეოთხე რესპუბლიკას დავარქმევთ, თუ არ დავარქმევთ, საერთოდ ახალ რესპუბლიკას დავაფუძნებთ, თუ არა, სწორედ ამგვარ კლდე ადამიანებს, ბურჯ ადამიანებს უნდა დაეყრდოს თბეროების მიხედვით. ცხადია, ეხა უმრავლესობა კი არა, 4-ვე პრაქტიკულად ჟურნალისტი ვახსერე ხატიაც ერთს, იმიტომ რომ ის მედია პროგრამის ხელმძღვანელია, ამ ჩვენს კოხორტაში გავიყაროთ, ანუ გელას უნდა დაეყრდოს, ნინოს უნდა დაეყრდოს, მზიას უნდა დაეყრდოს და სხვა სფეროებშიც, დიპლომატიაშიც, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უნდა დაეყრდოს ჩვენი მომავალი სახელმწიფო ასაშენებელი, იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგჭეხა და ისევ ხატია, ეს გზა ადვილი არ არის. ჩვენ ამ გზაზე მარტო ვერ გადავრჩებით, ამას ამბობს ხატია, მადლიერები ვართ ყველა გამოხმაურებისათვის, ყველა განცხადებისათვის, რეზოლუციისა და ანგარიშისათვის, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩვენი ხმა უნდა იყოს, აქვე ვიტყვი, უნდა მივაწვდინოთ დასავლეთს, რომ არ გაგვიუქმოთ ჩვენ უვიზო რეჟიმი. გაუუქმეთ კი არა, დაასანქციეთ ეს ბანდიტები, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან კი არა, რუსები არიან ეძინაია რასიას ფილიალია ქართული ოცნება, იქნება და ამ სანქციებმა, მათზე დასაწესებლებმა, მკაცრებმა და უფრო მკაცრებმა მოახდინოს გავლენა მათზე, შეცვალონ პოლიტიკისა რა მოგახსენოთ, მაგრამ უკან დაიხიონ და ჩვენც მოგვეცეს სტიმული, რომ კიდევ ახალი ძალით შევუტიოთ ამ ქართულ რუსულ, რეალურად კი რუსულ ოცნებას. უკვე შემდგომ ხატი აგზელებს საინტერესო სიტყვა და ბოლოს მზიას არა აქვს, ნახეთ რას ამბობს. აი
ბევრს აქვს დასავლური განათლება მზია, ამაღლობელი სიმბოლო ქართული წინააღმდეგობისა, ხო, დასავლეთში განათლება მიღებული ხალი არ არის, თუმცა ბევრს კი არა, პრაქტიკულად ყველას ქართული ოცნებაში ვინც არის, ყველას პრაქტიკულად არა, ყველას, ვინც დასავლეთში ოცნების განათლება მიღებულია და ქართულ ოცნებაშია, ყველას ჯობია მათ შორის სამოქალაქო შეგნებითაც, მოქალაქეობითაც მეთქი ასე ვიტყვი, ზიას არა აქვს დასავლური განათლებაო, ამბობს ხატია, ის საქართველოში შორეულ რეგიონში დაიბადა, მაგრამ დამიჯერეთ მისი გაგება დემოკრატიისა, სიტყვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ გაცილებით უკეთესია, ამას ამბობს ხატია, ვიდრე იმ პოლიტიკოსებისა, რომლებმაც აკადემიური ხარისხი დიახ, რა მნიშვნელობა აქვს ბანდიტმა წულუკიანმა და მანდიტმა კობახიძემ გერმანიაში დაამთავრეს თუ საფრანგეთში მზია, როგორც მოქალაქე, როგორც სამოქალაქო უფლებების სამოქალაქო თავისუფლებებისა და უფლებების, საერთოდ თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის ბურჯი მე ბაირახტმე ცოტა უცნაური სიტყვა ძველი შემოვიტანე, ხო მეტია ვიდრე მეტი კი არ ვადარებ და ვატოლებ. მან იცის მზიან და ამათმა იციან მსახურება რუსეთისა და კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიკეთესო პაპუაშვილის იგულისხმება მათ შორის. მზია არის ის, ვინც ნამდვილად ევროპელია, აი ცოტა მართლაც ისეთი ტევადი, მსუყე, ძლიერი სიტყვა ხატიასი, ვინც ატარებს ევროპულ ღირებულებებს ისევე, როგორც ბევრი ქართველი, რომლებიც დღეს ქუჩაში დგას, ხო, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან. აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, ამბობს ხატია, რას ეთყოდა მზია ამ აუდიტორიას აქ რომ ყოფილიყო ბრძოლის შესახებ, მის ცნობილ ფრაზას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ გეტყოდათ, რომ საქართველო და საქართველო აგრძელებს ბრძოლას, რომ საქართველო ბრძოლას აგრძელებს. და ხატიას მე მგონი რომ აი უნიკალური სიტყვები, ძალიან კარგი სიტყვა, ძალიან სწორი სიტყვა მიმართული ევროპარლამენტარებისადმი და ეს ასრულებს ხატია თავის სიტყვას, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, სანამ გვიანი არ არის და ეს დაგვიანება მახასიათებელი ევროპისათვის გვიან რომ გამოფხიზლდებიან ხოლმე და მართლაც ასეა, განსაკუთრებით მერკელიადის პერიოდში არსებული ევროპა იყო ასეთი დუნე, ასეთი ზანტი, ასეთი მძინარა, ხო, მძინარა, სწორი სიტყვა მძინარე, თუ მძინარა, ხო, ასეთი იყო, ახლა ევროპას მოუწევს, ან ევროპამ უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად შეძლების დაგვარად სწრაფად წინააღმდეგ შემთხვევაში კავკასიის რეგიონის ეს წარუმტაცი ქვეყანა საქართველო ევროპულ სივრცეს როგორც ასეთი გამოაკლდება, ოღონდ უნდა იცოდეს ევროპამაც და უკლებლივ ყველამ, რომ ჩვენ თუ არა, ჩემი და ხატიას თაობა, ჩემი ხატიას, ნინოს, იქ თენგო ვახსენებ ხალაძე, იქ თინა ვახსენე ხიდაშელი, იქ ნინო ვახსენე ჟიჟილაშვილი, სხვები და სხვები, ხო? მზია რასაკვირველია, ზვიადი რომ გამორჩეს არ შეიძლება და ზვიად გატიანის სხვები და სხვები, თუ ჩვენი თაობა დამარცხდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები არ გააგრძელებენ ბრძოლას და ახალი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ თავსატეხი გაუჩნდება მათ შორის ევროპასაც, როგორ უკვე შემდგომ 30 წლის შემდეგ, როგორ დაიბრუნოს საქართველო მისივე სივრცეში, რომელიც უალტერნატივოა და უალტერნატივოა მართლაც, ამიტომაც სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს გადარჩენისთვის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე არის გარდაულა და აუცილებელი, ამისმა დასტურებელია, რომ რუსებმა, ქართულ გვარიანმა რუსებმა, შაქარაშვილმა, ნატო, რა გვარია, ნანა კაკაბაძემ, რატო და გავიწყდება, ხო? მოკლედ შაქარაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, სხვებმა დაიწყეს ახალი კამპანია რუსებმა, ანუ და ახლა მათ რასაკვირველია გოგა რუსი ხაინდრავა დაიწყეს ახალი კამპანია, რა გვინდა ჩვენ ამ ევროკავშირში, რა გვინდა ჩვენ ამ ნატოში, გვინდა ბატონებო. შეიძლება ნატო არ მოგწონს, მაგრამ დღევანდელი ნატო შეიძლება ვერ პასუხობს ის ადეკვატურად მოცემულ გამოწვევებს, რომლებიც არის მის წინაშე და რუსეთის შემოარღვევს ხოლმე ხანდახან საჰაერო სივრცეს ნატოს წევრი სახელმწიფოებისა, მაგრამ მაინც გვინდა, იმიტომ რომ ნატო არის ამბრელა, ნატო არის კოლგა ჩვენთვის და თუ ორ მხრივ ურთიერთობებსაც ამასობაში ბრიტანეთი, პოლონეთი, საქართველო, ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, პოლონეთი, საქართველო, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი დატოს წევრი სულაც არ არის, საქართველო, თურქეთი, ხო, საქართველო, რუმინეთი, აი შავი ზღვის, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, უკრაინა, ამ ორ მხრივ ურთიერთობებსაც თუ შენ გააღრმავებ და დაიწყებდა რა ვიცი, ხორცს შეასხამ ამ ურთიერთობებს ცალკეულ სახელმწიფოებთან, ხო? ესეც რასაკვირველია იქნება პერფექტ, ესეც რომ ვიცოდეთ. ხატიას მადლობა კიდევ ერთ ძალიან კარგ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა და მე მივმართავ უკლებლივ ყველას და მადლობას უხდი უკლებლივ ყველას, ვინც
არ გაცვალა სალსაკლდეებსა, არ გავცვლი სალსაკლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზე და სხვა ქვეყნის სამოთხეზე და არ გაცვალა ეს ქვეყანა მზიასაც შეეძლო წასვლა ამ ქვეყნიდან სხვებს და სხვებს ეხლა მე იქ, მაგრამ ვინც ვახსენე, მათ ვახსენებ კიდევ ერთხელ, ხატიასაც შეეძლო ამ ქვეყნიდან წასვლა, ნინო გელაშვილსაც შეეძლო პრაღაში head office იქ არის რადიო თავისუფლებისა გადასვლა და ასე შემდეგ, სხვაგან წასვლა, მაგრამ ადამიანებმა არ შეეს აქ ყოფნა და ამ ქვეყნისთვის ბოდიში მათთან, მაგრამ სიკვდილი და ქვეყნისათვის სიკვდილზე უფრო ბრძოლაზე თუ გნებავთ ასე ვიტყვი. მნიშვნელოვანი 26 წუთი იწურება, ვინ იცის რა არის და არც არაფერია მეთქი ვიტყვი ასე. ნახვამდის.